თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. 15.0018-ის აკუმულატორის შეცვლა შეიძლება მარტივი პროცესია, თუ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. თუ თქვენი ლეპტოპი ავტომატურად ითიშება, შესაძლებელია, რომ აკუმულატორი საჭიროებს შეცვლას. ამ სახელმძღვანელოში გაწვდილი იქნება ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა წარმატებით შეცვალოთ აკუმულატორი. 1. დაგეგმვა და მომზადება. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის საჭირო ხელსაწყოები. თქვენ დაგჭირდებათ მინი სკრიუდრაივერები, რათა შეძლოთ ლეპტოპის გახსნა. ასევე მოამზადეთ ახალი აკუმულატორი, რომელიც თავსებადია 15.0018-ის მოდელთან. 2. ლეპტოპის გამორთვა. დარწმუნდით, რომ ლეპტოპი გამორთულია და გათიშულია ელექტროქსელიდან. ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ ელექტრონული დაზიანება და თქვენი უსაფრთხოება. 3. ბატარეის გაწვდილი. გახსენით ლეპტოპის უკანა სახე. ამისათვის გამოიყენეთ სკრიუდრაივერ, რათა გამოთიშოთ ყველა საჭირო ხრახნი. ყურადღებით მოექეცით, რომ არ დააზიანოთ პლასტმასის ნაწილები. 4. აკუმულატორის ამოღება. როცა ლეპტოპის უკანა სახე გაწვდილია, გაწვდილი იქნება ძველი აკუმულატორი. გამოიღეთ იგი, გააკეთეთ ეს ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ სხვა კომპონენტები. 5. ახალი აკუმულატორის ჩასმა. მიაწვდეთ ახალი აკუმულატორი ადგილას, დარწმუნდით, რომ ყველა კონექტორი სწორად არის დაკავშირებული. ეს უზრუნველყოფს, რომ ლეპტოპი სწორად იმუშავებს. 6. ლეპტოპის დაკეტვა. როცა ახალი აკუმულატორი ჩაამონტაჟეთ, დაკეტეთ ლეპტოპის უკანა სახე და დააფიქსირეთ ყველა ხრახნი. 7. დაგეგმილი დიაგნოსტიკა. ახლა როცა აკუმულატორი შეცვლილია, რეკომენდებულია, რომ გაატაროთ უფასო დიაგნოსტიკა. ბევრ სერვის ცენტრში არსებობს შესაძლებლობა, რომ ადვილად და სწრაფად მიაწვდოთ ლეპტოპი და ჩაატაროთ დიაგნოსტიკა. ეს საშუალებას გაწვდით, რომ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს. 8. შეთავაზება შეკეთებამდე. თუ თქვენი ლეპტოპი კვლავ პრობლემებს აწყდება, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი შეკეთება. არ დაგავიწყდეთ, რომ გაარკვიოთ, რა უნდა გაკეთდეს, რათა პრობლემები აღმოიფხვრას და თქვენი ლეპტოპი კვლავ სრულყოფილად იმუშაოს. ამ ნაბიჯების შესრულებით შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ 15.0018-ის აკუმულატორი და მოაგვაროთ პრობლემები, რაც შუქზე გათიშვას იწვევს. თუ პრობლემები გრძელდება, მიმართეთ პროფესიონალს, რათა მიიღოთ შესაბამისი დახმარება. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.